Talbot. Liga. Captril. Seluji. Seluji. Captril. Izan era Liga. Motroti. ნახატავი ბიჭო გაიოს რამ გადაგრია რა იყო ერთი გოლი გაუშვი არ გაუშვი მომივიდა აქ მამარდაშვილი არა და რა უცნებებში ვიყავი მოკლედ ყველაფერი პაჭოს ბრალია დაცვაში ისე თამაშობს კარგად ვეღარ მოვტყამ მერე და ფეხები უნდა მოვტეხოთ რა მე მელაპარაკები იდიოტო ვიცი ძალიან ადვილია მეთალდეკარეობა ფაქტიურად და საქმეც არ მოგდა გააჟღა. სერიოზულად ვამბობ ძალიან სუსტები ხარ აგერ აი ჰარმონიკას დაუკრავ და ისე მეკარავებ თუ გინდა ჯერ ხო ისე რა სულზერი იყო და ახლა ჰარმონიკა დაითლია რა მეშველება ბიჭს Polika. ერთი გოლი ვახ გაიოს კარგად ხარ ბიჭო გაიოს ჰარმონიკასა იმხელა რაღაც როგორ გადაგიყვანა ბიჭო გაიოს აპრიკია ბიჭო პოლიკნიჭვი რა ეს უკვე მეტისმეტია ბავშვებო ემბურთის როა ახლა კატაკლიზმა სამივე ნივთი აქვს უკვე აუ ხო შევწუხდით ამ კატაკლიზმით რა დროზე გამომყევით და სულ ადგილას უნდა ვიყოთ და გემა დავსახოთ ურთი აგორავებინი ამათ მეტი არაფერი არ აქვს მაგარი ორზე ბიჭოდი ამაზე რომ ვინმე რამე გაიგოს ეს ყობა რომ ბურთბატონოვარდიკა მე მოხდა ბურთი თავში ძლიერა თუ გაიოს ჰარმონიკა გადაეყო ჯოჯო ხვეთი არ ვიცი აი ტრება მოიწვიეს ჯოჯო ხედში ეს თუ ვინმეს რამე ადგილი უკავია აქ მნიშვნელოვანიო ყველა მოდითო და ლუციბერი ჯოჯო ვინ გაბედა ჩემი კრებაზე გამოძახება მე ფუკუნდუსია მე თვითონ ვერ ვიტყვი ბოდიში მე ფუკუნდუსი ხარ ვიცი ხო ამჯერად ზედმეტად სწრაფად გასვლა მაგრამ მაინც ვერ ვხვდები ჩემი კრებაზე გამოძახება როგორ გაბედე იმდით თავიან ბავშვს რომ შენთვის სახე არ გაეძრო დღე-დღეზე მე თვითონ მოვხედავ გონია დამავიწყდა რევოლუციის მოწყობა რო გირდა ამჯერად ყველაფერი შეიცვალა მე აქ ყველაზე ძლიერი არსება ვარ. აი მაგდუძუს თავებს გაფიცებ არ გინდა რა. ასე ჯეჯებ დუძუს თავებს. რამე ჭირდა არ ვიცი? არა გასო, შვენიერი დუძუს თავებია. ძალიან კარგი. ვიღაცები ძალიან გონორზე ხართ. ხო, ვიღაცები. ამიტომაც მოდი რაღაცას გაჩვენეთ. არც ისე დიდი ხნის წინ ჩემმა გაშლილმა ნაწილაკებმა კვლავ დაიწყეს აღდგენა. როცა დაუბრუნდი და გავუცოცხლდი, აღმოვაჩინე რომ კატაკლიზმა თურმე ლეგენდარულ ნივთებს აგროვებდა. რა ჩემი ერთგული ბუშტი კარგად დამეხმარა. მე რომ გავუცოცხლდი, კლიზმას უკვე ორი ნივთი ჰქონდა. ორივე წავარდი. სვიგენის ხორხის საშუალებით ბუშტით არსულაში გავგზავნე და მესამე ნივთიც ჩავიგდე ხელში. ყვილია! უტრუგაცია! მათი გაერთიანების შემდეგი კატაკლიზმას ძალა ჩემია! მე ფუკუნდუსი ხარ კი? ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილვარ. ჩემს მოკნეულ ხელს სამყაროების გარღვევას კი შეუძლია. ება იმიტომ მოვიწვიე, რომ შენთან ბრძოლის საჭიროებას ვეღარ ვხედავ ლუციბერ. რატომ უნდა დავიწყო ომი და ჯოჯოხეთის ჯარის უდიდესი ნაწილი გავანადგურო? ჯობს გონს მოგვიდე და ძალაუფლება მეგად მომილოცო. ადეთ არსულას ჰაერში ავწე და წყევასაც დავიბრუნე. ამის შემდეგ დედამიწის კი არა განსომილებების დაპყრობასაც კი შევძლე. თავზე მოძალა არა. სახლში ჩაიგდო. კარგი, შენ გაიმარჯვე. ოღონდ ერთ რამეს გირჩევ. დედამიწის მოსასპობად რომ წახვალ ის თითავიანი ბავშვი აღარ მოკლა. რატომ? იმიტომ რომ აქ მოხვდება და მაგის ნერვები აქ არავის არაა. დედამიწას მოსპო და სულ ფეხებზე მკიდია. მათი სულები სად მოხვდებიან? ფუკუნდუსი, ეს შენ დემონი, სახე გავატრე, მაგას შენ ჩემი ფეხები ხარ. ნუ დაგხალე.
მალე ბიჭო რა ყელში მაინც არ ამოგივიდა მაგ სიტყვების სახელი? ბუკუნდო სახე გავაზე. ჩემი ფეხები ხარ დავიღალეთ. რამე ახალი მაინც თქვი. ახალი გინდა? სელუჯი იცი საიტი მე გავაკეთე ჩემი ფეხები ხარ. არავინ არ ხარ. აუ ტიპს ერთი ბიზნესი გაუვარდა და გადაგვაჭამა თავი. შენ სადა ხარ ძმა? დაიცა გავიზარდო. მე წარმატებული ვიქნები. შენ კიდე თოხმასტერი ხანაში. წადი და თოხნე. Olik მიიჭვი ღმერთო ჩემო. მე ბიზნესში წილი მაქვს, პაჭოს კიდია. გაითხო. კაიხო. რაღაცა ხო უნდა მოვიფიქროთ, არა აგრესივის ვართ. კი, მაგრამ ვერ ხვდები, ის სიმართლის ზარს ადამიანის საიდუმლოს გამოაშკარავება შეუძლია. ზვიგენის ხორხი პორტალს ხსნის ყველგან. მუტრუკაცია ძალას გაძლევს, მაგრამ აქედან არც ერთი არ ჟღერს, ისე საშიშად, რომ მთელი პლანეტის განადგურების გვეშინოდეს. პრობლემა მათ გაერთიანებაში. დაუცილებელია რომ ყველაფერი გავიგოთ თამარსებებს. იმ ტიპს უბრალოდ რო გაუჩეჭქვე თავი. შეშლილი დონის აქციელი როა იქ მაგის აცნობიერებ, ხო? აუ ხალხო ჩემი ფეხი აი მაგინებს პირდაპირ. თან უეჭვენი უნდა გადავასხა სადმე. საბირფარეშო მჭირდება. მივალთ მოლე საავადმყოფოში და იქ ფარეში რამდენიც გინდა. აკრო ვიპირფარეშო არ შეიძლება? დიდი ბოდიშის მოხდით, აქ ნუ ვიპირფარეშებთ რა. გეხვეწები. რაც უნდა გაცო ამას ამდენი წვალებას უკაცებიზე ვართ აქ. მიდი პანჯარა ჩამოწიო. ვიპირფარეშო. აქ რატომ შევიკრიბეთ? რა სიცივია მოვიდა ზამთარი? გაიოს მიდი პანჯარა დაკეტე. უკვე დაკეტილია. უფრო დაკეტე. თორე ხო ხედავ პინგვინები შემოდიან. ამ თქვენი რეაქციით თუ ვიმსჯელებ ანტარქტიდა იქით, ხო? ხო. ბიჭებო, ასეთი ამბავია, მე და ჭახანამ ვიფიქრეთ რა, მოიცავთ რომელი საათია? ეგ რა გიჭირავს ხელში? ახალი ტელეფონი. რა? რომელი? 16 Pro Max-ი. სელუზე მოვიგე. აბას? ვინ მომცა მაგ საიტის გამოყენების უფლებაში პარტახო? რას ქვია ვინ მომცა ვისაც უნდა ის გამოიყენებს? აუ დაიცა ერთ ძმა. ალო, ნიკა. რა ხდება ძმაო? რა და აგერ ერთი პარტახი ადამიანია და სეულზეო ტელეფონი მოვიგეო. ხოდა აწირო ვიცოდეთ რა პაჭო კაკაჩია თუ მონაწილეობას მიიღებს არაფერი არ მოაგებინოთ. რას ქვია ჩაწყობა რა შეიძლება? მე მეგონა საქართველოში ცხოვრობდით. ოკაი. კაი დამშვიდე, მოლეკ რა მოგივიდა. აუ პაჭო კაკაჩია, კატაკლიზმა თუ მოვა და შენ არ მოკლავს, აი ამ ხით გაგიჩეჭკო თავს. ზუსტად მაგ თემასთან დაკავშირებით შეკრიბეთ აქ. შენ კი იძახი პოლიკრო კატაკლიზმა აქ მოსვლელი არაა და არ ამოგხოცავსო, მაგრამ იქნებ მოდის. მოკლედ ჩვენ 64-შიც ვართ დამყოფები, ზოგი ჯოჯოხეთშიც. ანუ ორივე არსებობს, ხო და თუ დემონი უნდა მოვიდეს ჯოჯოხეთიდან ჩვენს დასახელთან, არ კიდე წავიდეთ და მამაოს მაინც გავესაუბროთ, აბულოცოს არამე. სერიოზულად? ჩვენი მამაო? ხო, ხუჭირა, ნასაბართლები, მაგარა უნდა დამლოცოს. ბიჭო, ეგ მაგის ახალგაზრდობაში იყო. ახლაც ეგეთი კი არაა, სულიერი გავითარება ისაა, ეგეთი წარსული და რომ 7 დაკატონასწორებულ ადამიანად გარდაიქცევი. ან რატო ღუნავ თუ ის ჯოჯოხეთში შენ მოხვდი ისედაც და მეორეთაც ვაიდერამე მოხდა გაიჩიტო გინდა? დავკეთე პანჯარა. ისე რა საკეთილი იყო, მაგრამ გავაკეთე თავი და ვუი, გაიოს. რანაირად მომეპარე, ბიჭო, გამისკდა გული. ეს უკვე მაგარი. საპიკული. ხოიცი აქ რატომ? ხოიცი აქ რატომ? არაფერი უთქვამთ. ბუკუნდუსი არ გელაპარაკა. ბუკუნდუსი არ გელაპარაკა შენ? თარსულა დაზვერეთო. ეთო რა, გაიგეთ რა ხდება? დავზვეროთ. რა არის დასაზვერი? რა ვიცი, პირველად ვარ დედამიწაზე. ხო, იგეცა. მოდი ვეღადაოთ ვინმეს. მოდი აი ამას ვეღადაოთ, აი. არც მახსოვს ბოლოს როდის ვიყავ. მოდი აი იმას ვეღადაოთ. ნახე რას გავს. გული გაუსხდება რომ დამინახავს. მიდი. შენ აკეთე ღერი მომაწევია. აძმა ვაიღე. ალობა. რა მოხდა? რეაქცია არ ქონია. არ შეეშინდა კაცო? არა. მოიცა მიცილასოცვიზა. ეხებს მოვიძრობ და ისე მე მაინც ხო შეეშინდა. მიდი. ჩემიცმა, ეგრე მომაწევია. აძმა ვაიღე. რაო? არაფერი რეაქცია არ ქონია. რა არის კაცო რა ხდება ამ პლანეტაზე? დემონებისაც აღარ ეშინია ამ ხალხს? აქვს. მოიცა, ვიცი. ახლა ასაც მოვიძრობ და იწებიო. მე
მაინც ხო შეეშინდება. მიდი. ჩემი ძმა. რა. მე კი მოგაწევინებ ძმაო, მაგრამ ხო ხედავ წე ესე გდედა მოლი. არ მჯერა რომ მაინც მოგიყვანია, ჯერი მგდელმა გაიგოს, რაებიც მაქვს ნაკეთები, აქეთ დამწყების რომ ჯოჯოხეთი არ ამცდეს და ის რო გაიგოს, აი იმენა მაგისთვის რაებიც მაქვს ნაკეთები, ჯოჯოხეთი ალბათ პოსტით გამიშვებს და იქ თვითონ მაწამებს მერე. პოლიკ, მე 1000-ად გეუბნები, არ არის ეგეთი კაცი თქო. შეიძლება შენი სულის გადარჩენის ერთადერთი გზაა ეს და ნუ გაამიავებ შანსებს. ეს რა არის საერთოდ, რა ყუთია? უიმე როგორ ყარს? ეგონება შიგნით ვიღაცა მკვდარს კუნს დააკუაო. თუ მართლა რა სუნია? იმარა ეკლესია მოპირდაპირე მხარეს არა, ამ საცავში რატომ დაგვიბარა? ან რა დევს ამ კუჩი, რანაირი სუნია? აიმე, აღროლებული ყუთიში თავსიდან არსება ამოძვრა. ნიკო, წერს. ისე მე ვფიქრობ. რომ პოლიკას მამა არის პაჭოს მამა. პაჭოს მამა, პოლიკას მამა. იმიტომ ძალიან გავს ეთმა. იმედია პასუხს გამცემ. რა ვიცი მამა, ვიცი მამა ძმაო? რას მოდიალო? კომენტარებს ვიდეო. რა კომენტარებს? აი, თქვენს ვიდეოზე რა კომენტარებსაც წერენ. აბა, მომავალ კომენტარამდე. სოჭონდობო იყო. ბაჭო, ერთი ამიხსენი. არსებამ, რომელიც აყროლებული ყუთიში თავსიდან ამოძვრა. რატომ თქვა რომ მამა ჩემი, მამა შენია და მამა შენი, მამა ჩემი? არ ვიცი, პოლიკ, წარმოდგენა არ მაქვს. ბავშვებო, როგორ გამიხარდა რომ მოხვედით? ბატონო ღვთისო, პირიქით მადლობა თქვენ. უბრალოდ ღვთისო დამიძახეთ. აბა გისმენთ. მოკლედ, ასეთი ამბავია. დიდი შანსია რომ თავს დემონი დაგვესხას და მთელი პლანეტა გადავიკავ. ადრე როცა მსგავსი რაღაც ხდებოდა, პოლიკა ჯოჯოხეთში მოხვდა ჩვენ 64-ში, ხო და გვინდოდა მოსულიყავით იქნებ დაგულოცოს მამაო თქო რომ გზა გავიყურიო. ყველა 64-ში მაინც მოხვდეთ. აი, დაგიჯერა პირდაპირ. რა არის დაუჯერებელი? თარსულაში თქვენზე ბევრად ერთხანია ცხოვრობ. იმდენი რამ მინახავს, ვერც წარმოიდგეთ, მაგრამ 64-ში მოხვედრისთვის დალოცვა არ გმარა ბავშვებო. ეგრეც ვიცოდი რა, შესაძლისი უნდა ჩავყაროთ ფული და მერე მოხვდებით, ხო? შენ სასაცილო ხარ, მაგრამ დაველოდებით პასუხებს და ამის მიხედვით ვიმსჯელებთ უკვე მოგვიანებით. დამიშვი ერთი ეხლა მივხვდი ზუსტად სადაც უნდა ვიბირფარეშო, მე თუ ვიზეც უნდა ვიბირფარეშო, მოდიათ. დიდი მადლობა ბიჭებო. კარგადაც ვილაპარაკეთ. რაც ერთ დღეში შემეძლო მე თქვა გითხარით. ყველაფერი კაი, მაგრამ ერთი რაღაც ვერ გავიგე რა. აი რას ნიშნავს ღმერთს ყველა ერთნაირად უყვარს? ასეა. მიგრელებით? დაგემშვიდობებით და ხვალე შეხვდებით. რა ვიცი რა, რაღაცები ვერ გავიგე მე. რა ყველა ერთნაირად უყვარს და შენ თავს აპატიე და მე რა გავიგე იცი ზუსტად? შენ ისევ ჯოჯოხეთში მოხვდები. არა? გაიოს. რავი პოლიკ შეიძლება. სავარაუდოდ არცადაც არ მოხვდებით. რატო იცი? არაფერიც არ მოხდება. ყველად გვეშინია. მე რამდენად უნდა გითხრათ, რომ სულ ეს სამყარო განადგურდება, ესა ისა, ზღვები ადიდება, საჯამო იქცევა. მე რამდენად ხდება ასეთი რამე? როდეს მე ამოვწყვეტილად? რაღაც ხდება. მე ჩემო კატაკლიზმა მოვიდა. კატაკლიზმა ხა. კონტრუშაგელა. თუსი ცოცხლე გინდა შემოდით. მოშორდი აქედან. ამის მინეძმაო, თუსი ცოცხლე გინდა შემოდით ხო? გეხვეწო რომ გადაგარჩინო თუ რა? კატაკლიზმა ვერ მოგვატყუებს. პორტალს ვერ ხსნი. კატა არაფერ შუაშია. თუსი ცოცხლე გინდა შემოდით. სხვა გზა არ გვაქვს. შევედით. რას ქვია არაფერი არ ჭირს კაცო. ფეხი მტკივად ხო რო ვიცახი და ვერ ვაბიჯებთ ხო რა ხდება? შენი ესე კაროა ფოტკდა. ბიჭო. გავწუდე დროზე. ეკარი, წავედი. მოტია, წავედი, ეკარი. არა. რამეა დასრულა. მათიკა გადაჭა. ეს ბავშვი.